ეს ჩიტი თავის ბუდეს ცოცხალი ფოთლებისგან კერავს, რათა დაიცვას კვერცხები და ბარტყები უსაფრთხოდ გაზარდოს. ტოტებს შორის მაღლა ჩიტი მკერავი მუშაობას იწყებს ნორჩი დრეკადი ფოთლის შერჩევით, რომელიც საკმარისად მყარია ფორმის შესანარჩუნებლად, თუმცა რბილი და სამუშაოებლად. განსაკუთრებული სიზუსტით, თავისი ნატიფი ნისკარტით ისაკეთებს პატარა, თანაბრად დაშორებულ ნასვრეტებს კიდეების გასწვრივ, ისე რომ ფოთოლი არ გაიხეს. როგორც კი ნასვრეტები მზად იქნება, ნამდვილი ოსტატობა იწყება. ჩიტი ატროვებს ნაზ ბოჭკოებს, მცენარის ღეროებს, ბალახს და ობობის ქსელსაც კი, შემდეგ კი მათ ნასვრეტებში ატარებს. განმეორებადი ნაზი მოძრაობებით ის ბოჭკოებს მჭიდროდ ქაჩავს და ფოთლის კიდეებს შიგნით კეცავს. ნაკერი ნაკერზე ის ქმნის მყარ ბუდეს, რომელიც უძლებს ქარსა და წვიმას. როდესაც ფოთოლი პარკივით იკეცება, ბუდე ფორმას იღებს, ეს არის შიგნით დამალული საიმედო აკვანი. ჩიტი მკერავი მას რბილი მასალებით, ბამბით, ბუმბულით და მშრალი ბალახით ფენს, რათა კვერცხები სითბოში იყოს, ბარტყები კი გამოჩეკვის შემდეგ უსაფრთხოდ. ის, რაც ერთი შეხედვით უბრალო ფოთოლი გონიათ, სინამდვილეში საგულდაგულოდ შეკერილი თავშესაფარია, შენიღბული, გამძლე და არაჩვეულებრივი ოსტატობით შექმნილი.